ახლა შევახებ ოთახის კარს, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო იდეა იბადება. ვინ ეხმარება იდეების ყოლებას მათ განხორციელებაში, ამას თავად პიკასო გეტყვის. ამ პატარა ოთახში ერთ დღეს გაიღვიძა და მიხვდა. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ რაღაც აუცილებლად უნდა შეექმნა. ეს რაღაც კი მისთვის უსაყვარლეს ქალაქთან იყო დაკავშირებული, ქალაქთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც ქუთაისის ნაწილად უკვე ქცეულიყვნენ. ილო ფოტოგრაფი პიკასოს ბიჭი იპოლიტე ხვიჩია, ბატონი გონა. პიკასოს მათი არსებობა მუზამს დააგონა. მუზასთან ერთად მოვიდა იდეაც. ქუთაისი გაყინული ფიგურების ქალაქად ექცია. დავარქმი ამას გაყინული ქუთაისი გექნებათ ფილმები და ეს ზღაპრის გმირები ანდერსონის თუნდაც რომ ქალაქი რო არის ეს გაშეშებული ქალაქი და აქედან მიტრიალებს აი ჰოლანდიაში რომ მოგზაურობის დროს აი ბეჯო მithქვია იქ ნახე ძამეური ფიგურები რომლებიც ზიან არავითარი ძეგლები აი ფიგურები ადამიანი ცოცხალის სახით შეიძლება მიხვიდე შეეხო ის ადამიანები რომლებიც ნამდვილად ქვიდან ქუთაისის სახელმწიფოდან თავისი მოქმედებით. აი ამ ხალხის ყოფამიდან მე ავსახო თავიდან ბოლომდან არა 1 და 2 და 3. აქ არის ჩათვალეთ დაახლოებით 40-55-50 ფიგურაზე მაქვს მე ლაპარაკი, რომელიც მე ჩანაფიქრი მაქვს და ამ ჩანაფიქრიდან გავახორციელე 2. მესამე იყო იპოლიტესი და ამის მერე არის კიდევ ჩათვალეთ რომ 40-55-50-მდე ფიგურა, რომელიც თავის საინტერესო ადგილებზე იქნება და თუ არ ჩავთვლით კიდევ არგონავტების თემას სანაპირო, რომელიც ჩემებურათა მაქვს, მაგრამ უკვე ინტერესი აღარ გამაჩნია ამის. აი შეკითხვიდან გამომდინარე რომ დავждე ვინმესან და ეს ყველაფერი ვაკეთო, იმიტომ რომ ეს არავის არ აინტერესებს. გაყინული ფიგურების იდეა ილო ფოტოგრაფის არსებობამ უკარნახა. მაშინ ყველასათვის საყვარელი ფოტოგრაფი ცოცხალი იყო. სწორედ ამიტომ ეშინოდა ილოს ცუდ ტონად არ მიეხო სიცოცხლეშივე მისთვის დადგმული ძეგლი. მაგის სიცოცხლეში ადამიანი დიახსუდგა და ასევე ის ფიქრობს რომ უკვე ჩემი სიკვდილის დრო მომიდა. ახლა ბერჯო მithავს ენტონ ფილმს სიცოცხლეში გაუდგენ ძეგლი ჰოლანდიაში. ამ ფიქრებში ასე რომ ვთქვათ ილო უეცრად გარდაიცვალა. აი როცა მოვედრო ეს აღარდა შემდეგ ჩემი ირაკლი ჯავაშვილის ჩვენ ქუთაისზე კაი ქუთაისზე კაი მეგობრი არის დახმარებით ეს იყო უდიდესი დახმარება იმიტომ რომ მან გააშუქა ეს იდეა თელ საქართველოზე ეს ძამებს ნიშნავს მე შეიძლება ამისთვის მეწვევა 10 წელი გამეკეთებინა მაგრამ ირაკლის მეშვეობით ეს გაკეთდა ზუსტად 1 წელიწადში შავლე აი რა უნდა გაკეთდეს ჩემი ქვიდან ეს არის ცხოვრების აპოგეა აპოგეა ხო ასეთ ბიჭებს ხატავს პიკასო, ხო იცი? ამ ბიჭს გავაკეთებ. როგორ იცი? ჰა? რატო არ ხსები? აი პიკასოს ბიჭი. გეშინია? კი, ბიძია, მეშინია. ვადექი? ჩაისუნთქე? ახუჭე თვალები? გაფრინდი! წესი დამკათრის გასაცოცხლებლად ხელოვანს არც მსახიობები უნდა განაწყენებოდნენ და არც ეს ქუთაისელი პატარა ბიჭი. ქალაქის მაშინდელი ცხოვრება, თეთრი ხიდი, სილაღე, უნდოდა რომ ერთი წამით მაინც მარადიულად ექცია. მაგრამ ჩანაფიქრის სრულად განხორციელება ვერ მოახერხა და დარჩა მარტო პიკასოს ბიჭი თეთრი ხიდის მოაჯირზე ქუდების ამარა. მე მინდა რომ დოდო აბაშიძე და ლოთქი აი ეს სამივე ფიგურა აქ ყოფილიყო. გასხვება იყო როგორ ყმაწვილი იდგა უკვე ხიდის მოაჯირზე და ხტება ეს მომენტი იცით სადაც ქუდები უკავია ხელში ორივეს. აი ეს მინდოდა აი სამივე ფიგურა. ეს არის რა თქმა უნდა ხიდის უკტავება, ეს არის რა თქმა უნდა ამ ფილმის უკტავება, ამ მსახიობების გენიალური მსახიობების. მაგრამ დაფინანსების გამო მაშინდელმა მერმა ეს ცოტა ძვირიჯდებოდა სადღაც $50,000-მდე და დააფინანსა და მთხოვა რომ აი შეცვალე ესეთი ფორმით თუ შეგიძლიაო და აი მიიღო ესეთი სახე. ამავე ფილმში კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი შემორჩა, აფთიაქარი ბონა, რომელიც ჩვენს ქალაქს ამშვენებდა. პიკასოს მასთან დაკავშირებითაც აქვს იდეა. ამ იდეას კი განხორციელებისათვის მხოლოდ ერთი რამ, ფინანსები და მხარდაჭერა სჭირდება. მარი მოგიყვანე, ჩვენი აფთიაქარი. გამარჯობათ ახალგაზრდა. გამარჯობათ შემბატონო. ბატონი ბონას მე მგონი იცნობდა ქუთაისში ის ძველი თაობა რა თქმა უნდა, ის იყო აფთიაქარი. და ცილინდრით, აი როგორცა ტროსტით გაკეთებული მაქვს ეს პროექტი და ერთ-ერთი ფიგურა რომელიც მინდოდა აი ამ ადგილზე ხიდის აი გამოსასვლელი, სადაც ეს ძველი აფთიაქია, პირველი აფთიაქი იმ პერიოდისთვის, სადაც თვითონ ეს ბატონი იყო აფთიაქარი.
ბატონი ბონას ფიგურამდე პიკასოს აზრით იპოლიტეს პერსონაჟი უნდა გაცოცხლებულიყო. იდეა მსახიობის სახის შექმნისა შეჩერებული წამიდან გაჩნდა. ფილმი ბურთი და მოედანი ხასიათისა და შინაგანი განწყობის გადმოტანაში დაეხმარა. ყველა ფიგურას წინააღმდეგობა შეხვდა. ასე სხვადასხვაობას მათი არასტანდარტულობა იწვევდა. მოძრაობაში ჩართული გზაზე გადმოსული პერსონაჟები უჩვეულოდ მიიჩნიეს და პრობლემებთან დააკავშირეს. თუმცა უკვე დადგმული პიკასოს ბიჭი და მისი ქუდი სურვილს ბადებს მიხვიდე და ერთი წუთით მაინც თავზე დაიხურო. აი ზუსტად ქუჩაში უნდა გარბოდეს. აქ იყო ერთი პრობლემა, რომ აუ მანქანა დაეტაკება ეს. მისი მეგობრობა მუზასთან გრძელდება ძიებად საუკეთესო შანსისა, როდესაც ცხოვრება საშუალებას მისცემს. ყველაზე დიდი იდეა რეალობად აქციოს. თუ კი გადასწყვეტ ჩამოკარგო, უნდა დაარტყა. სწორია მინია, სწორი. მართლა? მე ამისგან გავადექებ.